დღეს გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეა. ბათუმის მერობის კანდიდატმა გიორგი ერმაკოვმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან ერთად სიმბოლურად ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტით ქალაქის ქუჩებში გაისერინა. სლოგანით ერთად დავიცვათ გარემო ველოსპორტის მოყვარულებმა ბულვარისა და პარკის ტერიტორიაზე გარშემომყოფებს გარემოს მოფრთხილებისკენ მოუწოდეს. მერობის კანდიდატმა სუფთა გარემოს მნიშვნელობაზე ისაუბრა და გამარჯვების შემთხვევაში ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის ინფრასტრუქტურის განვითარების პირობა დადო. ცენტრალურთან ერთად პერიფერიულ ნაწილში სერვისის დახვეწა განვითარებაზე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმაც ისაუბრეს. როცა პროგრამაზე ვსაუბრობდით, წინა საარჩევნოზე ერთ-ერთი პუნქტი ჰქონდა გარემოს დაცვითი ღონისძიებების განხორციელება. ეს არის დაკავშირებული მთლიანად ქალაქის კეთილმოწყობასთან, ეკოლოგია, მთლიანად დაკავშირებული არის ავტოტრანსპორტის რეგულაციებთან, ანუ ავტოტრანსპორტის სისტემებთან. ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი არის მათ შორის ეს ჯანსაღი ცხოვრების წესი პლუს ეკოლოგიური სისუფთავე, რაც ყველაზე მთავარია და იქნება ერთი დღე ქალაქში ქალაქელებმა მოვანდომოთ იმას, რომ გადმოვჯდეთ ჩვენი საკუთარი სატრანსპორტო საშუალებებიდან და ვისაც ამის შესაძლებლობა აქვს ველოსიპედით იმგზავროს. სამწუხაროდ ხდებოდა ისე, რომ მიმდინარეობდა მხოლოდ ქალაქის ცენტრის განვითარება და პერიფერიებზე, ეგეწოდებულ შემოერთებულ ტერიტორიებზე ინფრასტრუქტურა არ არის ისე განვითარებული, როგორც უნდა იყოს. ჩემი საკრებულოში ყოფნის პერიოდში ალბათ თავარი მიზანი სწორედ ის იქნება, რომ ქალაქის განვითარება მოხდეს ერთდროულად, თანაბრად და ის სიკეთეები, რომელთაც სარგებლობს თქვა ქალაქის ცენტრი, ისარგებლოს ეგეწოდებულმა შემოერთებულმა ტერიტორიებმა.